მთავარი პრობლემა არის მაინც ჩემი აზრით შინაგანი რაღაც კულტურის უქონლობა, იმიტომ რომ აქედან გამომდინარეობს ძალიან ბევრი რამ, თუნდაც ამ შინაგანი კულტურის არ ქონის გამო ხდება ბევრი რამე, რაც აისახება თუნდაც გარემოზე, თუნდაც ურბანულ დაგეგმარებაზე, იმაზე, რომ აი ამ დისციპლინის არ ქონის გამო ხედავთ ძალიან ბევრ ნააგავს. პირადი სივრცე არის ყველგან, სადაც შენ იმყოფები და შენი ისტორია არის, არა რაღაც უკანყურება, არამედ ის მომენტი და ის დრო, რომელშიც შენ ამ წუთას და ამ წამს არსებობ, ამიტომ უნდა ეცადო, რომ ყველანაირი კუთხით რაღაც სუფთად იცხოვრო და რაღაც სუფთა გარემოში იმყოფებოდნენ. პრობლემების მომგვარებელი, ესე კონკრეტულად რაღაც 1 და 2 ადამიანი ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება იყოს, ამაში უნდა იყოს ჩართული სრულიად საზოგადოება, იმიტომ რომ ეს პრობლემა, რომელიც დგას, თუნდაც ეკოლოგიური პრობლემა, თუნდაც ურბანული პრობლემა, ის რომ გამწვანება არ არის და რაღაც უადგილო ადგილას რაღაც შენობები გვხდება, ხო? ამაში უნდა იყოს აბსოლუტურად მთელი საზოგადოება ჩართული, ასევე ის ინსტანციები და რაღაც ის მექანიზმები უნდა მუშაობდეს სწორად, რომელიც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე და რაღაც მხარი უნდა დაუჭიროთ აბსოლუტურად იმას, რომ ყველაფერი იყოს მწვანე, ყველაფერი იყოს ჯანსაღი და ყველაფერი იყოს ასე ვთქვათ სუფთა.